საქართველოს მეორე პრეზიდენტს ედუარდ შევარდნაძეს 13 ივლისს სამების საკათედრო ტაძრიდან გამოასვენებენ და კრწანიში საკუთარი მეუღლის გვერდით დაკრძალავენ. მას ქვეყანა ისე გამოეთხოვება, როგორც ქვეყნის უმაღლეს მთავარ სარდალს. ედუარდ შევარდნაძეს დღეს მშობლიურ სოფელ მამაჩიც იხსენებდნენ. ჩვენს რეპორტაჟში მის შესახებ დღემდე უცნობ ისტორიებს მოისმენთ. ლანჩხუთის რაიონის სოფელი მამათი, სახლი, სადაც ექს-პრეზიდენტმა ბავშვობა გაატარა. სოფელში დღემდე კარგად ახსოვთ მოქალაქე ედუარდ შევარდნაძე და საქართველოს პრეზიდენტი შევარდნაძეც. თანასოფლელები და ნათესავები იხსენებენ, რომ ექს-პრეზიდენტს განსაკუთრებულად სწორედ მამათში სტუმრობა უყვარდა. ედუარდ შევარდნაძემ მშობლიური სოფელი ბოლოს 3 წლის წინ 2011 წელს მოინახულა. სასოფლოზე იყო გამოსული მამის, რა ჩამოდიოდა, არ შეიძლება და იქ არ ვისულიყო. ჩამოსული იყო და ესე ქვია, ექიმები ხო უშინჯავდა მაგას საჭმელდანას. და არ გვაკარებდნენ ხელში, ვენ არ მოგიდოთო და ერთმა კიდე დამარტყა ასე ხელი. იმას მოგვიდა ხელი თევშები იყო, მას ჩაწყობილი სპეციალისტობა. და ისევით იყო ბალკონზე გადმომდგარი და უთხრა, მოეში თქვენ მაგვის, მაგან იცის, მაგრამ უნდა მეტანოს და დედაჩემს უთხრა და ბიცოლაჩემს, თქვენ საცივიცითო იგი მაჭამეთო. ბავშვები განსაკუთრებით უყვარდა ყოველთვის რამდენს კი მამაჩი ჩამოვიდო და არ ყოფილა არც ერთი შემთხვევა, რომ ბავშვებისთვის საჩუქრები არ მოეტანა ნუგბარის სახით კანფეტი. ბევრი მოგონების მიუხედავად ედუარდ შევარდნაძეს, როგორც საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს, არა მშობლიურ სოფელში, არამედ იქ დაკრძალავენ, სადაც ცხოვრების დიდი ნაწილი გაატარა. ოჯახის წევრებთან შეთანხმებით ექს-პრეზიდენტი სავარაუდოდ კრწანისის ყოფილი სამთავრობო რეზიდენციის ტერიტორიაზე მეუღლის გვერდით დაიკრძალება. დეტალებზე დღეს საგარეო საქმეთა მინისტრმა ისაუბრა. დაკრძალვის ცერემონია სამების საკათედრო ტაძრიდან დაიწყება, სადაც 2 დღის განმავლობაში სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართება. უკვე დგას საპატიო ყარაული ქართველი ჯარისკაცების. გარდა ამისა, გაიხსნა სამგლოვიარო წიგნი, რომელიც 2 დღის განმავლობაში იქნება აქ მის რეზიდენციაში, ხოლო პარასკევს და შაბათს, როდესაც მას გადაასვენებენ სამების საკათედრო ტაძარში, იქ იქნება სამგლოვიარო წიგნი. საელჩოებმა მიიღეს ინსტრუქცია, რომ გახსნან აგრეთვე სამგლოვიარო წიგნები. ბუნებრივია ეს დაიკრძალება, როგორც ის სამხედრო პატივით, როგორც უნდა დაიკრძალოს ქვეყნის უმაღლესი მთავარსარდალი. სამძიმარი ექს-პრეზიდენტის ოჯახს უკვე გამოუცხადეს პრემიერ-მინისტრმა და მთავრობის წევრებმა. ბატონი შევარდნაძე იყო მართლაც სოფლიო მნიშვნელობის პოლიტიკოსი და მისი, ასე ვთქვათ, როლი დამსახურება თანამედროვე სოფლიო წესრიგის ჩამოყალიბებაში არის მართლაც ძალიან მნიშვნელოვანი. ამას აღიარებენ როგორც ყოფილი, ასევე თანამედროვე დონის პოლიტიკოსები. მან სახელმწიფოს განვითარების ძირითადი გეზის თვალსაზრისით მე მგონი სწორი არჩევანი გააკეთა, როდესაც აქცენტი აიღო ევროპაზე, ნატოში ინტეგრაციაზე, ამერიკის შეერთებულ შტატებთან სტრატეგიულ პარტნიორობაზე, კავკასიაში აზერბაიჯანთან სტრატეგიულ თანამშრომლობაზე. ადამიანი, რომელმაც დიდი წვლილი შეიტანა ქვეყნის ისტორიაში, დღეს მთელი დღის განმავლობაში კრწანისის რეზიდენციაში ოჯახს დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები უსამძიმრებდნენ. გარდა პოლიტიკოსებისა და ელჩებისა, კრწანისის რეზიდენციაში სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებიც მოდიოდნენ. დიდი წილი მიუძღვის შევარდნაძეს ქართული კულტურის, ქართული მეცნიერების, ინტელექტუალური ცხოვრების და საერთოდ სულიერი ცხოვრების ქართული ენა რო წაგვართვეს თითქმის უკვე ამა როგორ შეგვინარჩუნა და მარტო კი არ შეგვინარჩუნა, მე დაუძახა ელგუჯა ამას უკვე ძეგლი დადგიო. სოფლიოში არის პირველი შემთხვევა. 13 ივლისს სახელმწიფო დროშა დაეშვება საქართველოს ყველა საელჩოში, ასევე ქვეყნის მთელს ტერიტორიაზე. დაკრძალვაზე ელოდებიან დელეგაციებს უცხოეთიდანაც. დამკრძალავი სამთავრობო კომისიის გადაწყვეტილებით ექს-პრეზიდენტის დაკრძალვის ხარჯებს სახელმწიფო გაიღებს.